90-იანმა წლებმა განაპირობა ჩემი ჩამოყალიბების დიდი ნაწილი, სწორედ ბავშვობიდანვე ამ გარემოში, როდესაც ვიზრდებოდი, იყო გაჭირვება, კრიმინალი, კორუფცია, ფაქტობრივად სახელმწიფო არ ქონდა. ამ ასე თქვა турბულენტურ სიტუაციაში ყოველთვის მიჩნდებოდა პროტესტის გრძნობა ამ უსამართლობის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდებოდა და თანდათანობით, როდესაც ვიზრდებოდი და უფრო კარგად ვეცნობოდი და უფრო მეტ ინტეგრირებას ვახდენდი საზოგადოებაში, ეს პროტესტის მომენტიც უფრო და უფრო იზრდებოდა. და დაახლოებით 15 წლის ვიყავი უკვე, ეს ალბათ 2003 წელი არის. აქტიურად ჩავერთე ამ პროცესებში, ახალგაზრდულ ორგანიზაციაში ვიყავი, აქტიურობდი სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად მე ავირჩიე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, დიპლომატიის და უსაფრთხოების და სხვათა შორის ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ ამ სპეციალობა შემაყვარა და ინსპირაცია მომცა ალექსანდრე რონდელმა, რომელიც ბავშვობიდანვე ჩემი მენტორი იყო და რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში რაიმე სახის მნიშვნელოვანი მიღწევა თუ იყო საგარეო კუთხით, იგივე ვიზა ლიბერალიზაცია, იგივე კანდიდატის სტატუსი, ნატოსთან დაახლოება, ამერიკასთან ურთიერთობების განმავლობა, ხო, ყოველთვის ამ პროცესის თანამონაწილე ვიყავი და მინდა ვთქვა, რომ აი ნამდვილად არაჩვეულებრივი შეგრძნება არის, ძალიან ბედნიერს ხდის ის მომენტი, როდესაც შენ მუშაობ, რაღაც მიზნისკენ მიისწრაფი და საბოლოოდ მიაღწევ შენ ამ მიზანს და ეს მიზანი იქნება ხელშესახები არა მხოლოდ შენთვის, არამედ საერთო სიკეთისთვის, რადა როდესაც შენ ამ პროცესის მონაწილე ხარ, ხო, ანუ განსაკუთრებული ემოცია არის და განსაკუთრებულ ბედნიერებას განიჭებს ეს ყველაფერი და შესაბამისად აი ბოლო 15 წელი ამ პროცესში ვიყავი ჩართული, თუმცა ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ეს წლები რაც ვიმუშავეთ, რაშიც დავხარჯე დიდი ენერგია, რესურსი, გაჩერდა და აღარ იყო იმის საშუალება, რომ ეს გაგრძელებულიყო და რაღაც უფრო მეტი შედეგი მიგვეღო და მეტი სიკეთე მიგვეღო ამ პროცესისგან. მე გადავწყვიტე ჯერ საქართველოს თან შემოერთება ბევრი ფაქტორის გამო, მაგრამ მთავარი ფაქტორი არის იდეა, რომლის ირგვლივადაც ჩვენი გუნდი არის შეკრებილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე ეთნიკური ნაციონალიზმისგან გამოვიდეთ და გადავიდეთ ახალ საფეხურზე, რასაც ქვია სამოქალაქო ნაციონალიზმი და ჩამოყალიბოთ ძლიერ ერად, იმიტომ რომ მაგის გარეშე ჩვენ ზოგადად საერთაშორისო სისტემაში ვერ ვიარსებებთ, როგორც სახელმწიფო. რა თქმა უნდა, მე მჯერა პირადად, რომ საქართველოს აქვს რეალური პოტენციალი, რომ გახდეს დასავლური ცივილიზაციის ბასტიონი, ომს მთავარი პრინციპი ჯერ საქართველო და შემდეგ უკვე სხვა ინტერესები.